ქართული ოცნების სასოწარკვეთილი მცდელობა რიგითი სამადლობელი წერილი დიდ პოლიტიკურ აღიარებად გაასაღოს არ გამოვა ასეთი ექსპერტების პოზიცია. ანალიტიკოსების თქმით ოლიგარქის ანტიამერიკული რიტორიკის ფონზე ამ წერილის დიდ ამბად შეფუთვა ოლიგარქის მთავრობის უკიდურეს პოლიტიკურ კრიზისზე მიანიშნებს, რომელიც ყოველ ნაბიჯზე საერთაშორისო აღიარების მოპოვებას ცდილობს ქვეყნის შიგნით კი ამის ილუზიას ქმნის. ირაკლი კობახიძე დღეს ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან გადატვირთვაზე ალაპარაკდა. ივანიშვილის კობახიძე სტანდარტულ პროტოკოლურ პასუხს მიღწევა და საღებს და ამტკიცებს, რომ დამოუკიდებლობის დღის მოლოცვაზე მიღებული წერილი ურთიერთობების გადატვირთვის იმედებს იძლევა. მარიკა ბოლქვაძე უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს ამ თემის დეტალებით. მარიკა, გისმენთ. გიორგი, სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა ირაკლი კობახიძემ განცხადება ამ წერილთან დაკავშირებით და მან თქვა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, მეტიც მოხარულია იმით, რომ მისი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ვიზიტს ამხელა გამოხმაურება მოჰყვა და იმედოვნებს, რომ ეს ურთიერთობები არამხოლოდ გადაიტვირთება, არამედ აღდგება და ახალი ფურცლიდან დაიწყება, თუმცა პოლიტოლოგებს ამასთან დაკავშირებით სხვაგვარი პოზიცია აქვთ. ისინი მიიჩნევენ, რომ ახლა ამ წერილის ასე წარმოჩენით ქართული ოცნება ცდილობს, რომ საკუთარი არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის აღიარება მოიტანოს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ასპარეზზე, რაც არ გამოუვა მხოლოდ ამის მიზეზად შეიძლება ისიც დასახელდეს, რომ ქართული ოცნება ძალიან მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობაში ჩაერთო ირანთან, რომელიც პირდაპირ მოწინააღმდეგეა ამერიკის შეერთებული შტატებისა. რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, პოლიტოლოგები ამბობენ იმასაც, რომ იმასთან დაკავშირებით მიმანიშნებელი, რომ შეიძლება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ვერ აღდგეს, მხოლოდ ისიც არის საკმარისი, რომ ტრამპის ხელისუფლებას ახლაც კი დასანქცირებული ჰყავს ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები, რაც შეეხება უშუალოდ ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ ურთიერთობებს 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებით, რომ შეწყდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ამან გამოიწვია ისიც, რომ შემდგომში ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შეწყდა, რადგან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მალე გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მიმდინარე ანტიდემოკრატიული პროცესების გამო სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან მათი ინიციატივით არის შეწყვეტილი. მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ასეთ დადებითი წერილით გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე იმაზე, რომ ჩვენი სურვილია გადავტვირთოთ თლიანად ჩვენი ურთიერთობები, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა და გავაკეთოთ ეს ყველაფერი სუფთა ფურცლიდან კონკრეტული ეგზამპლებით. და რა თქმა უნდა, ასეთი ეგზამპლები ჩვენ გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები შეიძლება მალე გადაიტვირთოს. ეს არის ჩვენი სურვილი. და რა თქმა უნდა, მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის მყარ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ყაველაშვილს რომ მოვიდა პროტოკოლური წერილი, აქედან მოყოლებული საუბრობენ, რომ ამერიკასთან რაღაც ურთიერთობების გადატვირთვას აპირებენ. ურთიერთობის გადასატვირთად ეს პროტოკოლური წერილებიდან რაღაც ჩასვლა იქ და რაღაც ფრომზე დასწრება კი არ არის, მთავარი არის ქართული ოცნების ქცევა, რომელიც მათ უნდა შეცვალონ და ეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ თქვა, მათ შორის ელჩის პირით, მათ შორის რუბიოს პირით. ურთიერთობები შეიძლება გაუმჯობესდეს მხოლოდ მაშინ, როცა ქართული ოცნება შეიცვალოს იმ ქცევას, რასაც აკეთებს, ეს ეხება როგორც ქვეყნის შიგნით დემოკრატიას, ასევე ეხება იმ რეჟიმებთან მის მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც ამერიკასთან კვეთდა პირისპირებაში. მსგავს წერილებს დამოუკიდებლობის დღეებზე ვაგზავნით და ვიღებდით საელჩოში თუ საგარეო საქმეთა სამინისტროში დასტევად, ან პაჭკებად, როგორც გაგეხარდეთ ჟარგონზე რო ხო და ჩვეულებრივი პროტოკოლური წერილია ამის მიხედვით შენ ვერ გამოიტან ვერანაირ დასკვნას რა მიულოცეთ ველით მოუთმენლად პროტოკოლურ წერილში რა უნდა ეწეროს ხო სხვა არაფერი არ უნდა ეწეროს და ეგ წერია ხა ამას რა მოყვება არ ვიცი ორ კვირაში შეიძლება deep state და შათრიშვილი გამოაგორონ ან ერთ თვეში გამოაგორონ რა როგორც ყოფილა ხოლმე იმიტომ რომ რაღაც ეტაპები რო გავიაროთ დიდი ხნის წინ უნდა დაერეკა ტრამპს მე რა ვიცი ყაველაშვილის ნომერი დაკარგა მე დავაგრძნენ ვითომ ტრამპ თავერი ის ეს და ჯერჯერობით ამ დიდ კონკრეტიკაში არ გადასვლა დიახმაყურებელს შევახსენებ, რომ საუბარია კობახიძის წერილზე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლის თავის აღნიშვნასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ამ წერილის გამოქვეყნებას, ის მხოლოდ ქართული ოცნების პრესამსახურმა მათ ვებგვერდზე გამოაქვეყნა წერილი სხვა ოფიციალურ წყაროებზე და ვებგვერდებზე არ არის გამოქვეყნებული, მათ შორის არ არის გამოქვეყნებული ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე.